გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს მოგიყვებით ისტორიულ ფაქტებზე, რომლებიც დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. იმედია მოგეწონებათ. თუ ჩვენი ვიდეოები მოგწონთ, დაგვილაიქეთ ეს ვიდეო. ამით ძალიან დაეხმარებით არხს განვითარებაში. ჩვენც მეტი мотивация და სტიმული გვექნება უკეთესი ვიდეოები რომ შემოგთავაზოთ. დავიწყოთ. გერმანიის ქალაქ ერფურტში ცხოვრებმა კაცმა ნაგვის კონტეინერში 10,000 ევრო იპოვა და ეს ნაპოვნი იმ დღესვე პოლიციას ჩააბარა. როგორც გაირკვა, ფული მოხუც ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა, რომლებსაც დანაზოგი ძველ კარადაში ჰქონდათ შენახული. ეს დაუიწყდათ და კარადა ნაგავში გადააგდეს. საბოლოოდ თანხის 3% მოქალაქეს დარჩა, რომელმაც ფული იპოვა. დანარჩენი კი მოხუცებს დაუბრუნდა. ჩეხები და სლოვაკები ლუდს განთიადზე ხარშავდნენ. ისინი ლუდის ხარისხს ძალზედ მკაცრად უდგებოდნენ. ამასთან დაკავშირებით ლუდის მწარმოებლის ხელოვნება და ღირსება რეგულარულად ერთობ თავისებურად მოწმდებოდა. მუხის სკამზე ასხამდნენ სულ ახლად მოხარშულ ლუდს და მასზე სვამდნენ მის ავტორს, რომელსაც ტყავის შარვალი ეცვა. როდესაც ლუდი გაშრებოდა, შემოწმებელი ნებას რთავდა მას. ამდგარ იყო. ლუდი წუნდაუდებლად ითვლებოდა, თუ იგი სკამი მიწეპებული წამოდგებოდა, მაგრამ თუ სკამი ჩამოვარდებოდა, მაშინ მას როზგავდნენ. ამასთან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლუდი მოქმედებს თავის ტვინის ეგრეთ წოდებულ სიამოვნების ცენტრზე. აი ამიტომაა ცოტათი მომწრო გემოს მიუხედავად მისი დალევა სასიამოვნო. ავსტრალიელმა მეცნიერებმა საინტერესო დასკვნა დადეს. მათი თქმით, ტელევიზორი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. ამ ცისფერი ეკრანის წინ გატარებული ყოველი საათი სიცოცხლის 22 წამს გვართმევს. საშუალოდ ტელევიზორის ხშირი მაყურებლები 4-5 წლის სიცოცხლეს იკლებენ. მათივე მტკიცებით, ტელევიზორის ხშირი ყურება თამბაქოს მოწევაზე, ალკოჰოლის დალევასა და ზოგიერთი სახის ნარკოტიკის მიღებაზე უარესია. ეს რაღაც უცნაური ამბავია. წყარო უნდა გადავამოწმო. მაგრამ წყარო მანამდე უნდა გადამემოწმებინა, სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი. არ ვიცი რის საფუძველზე დაადგინეს ეს ფაქტი, თუმცა იმედია კომპიუტერის ეკრანს არ ეხება და მხოლოდ ტელევიზორზეა. მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, მოითხოვა რიწის ტბაზე სტალინის აგარაკზე ჩაასახლებინათ. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა, მაინც რატომ უნდა გელოვანს რიწაზე ცხოვრება? უნდა თქვენს ხასიათს ჩასწვდეს. მაშინ ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს. ჩაილაპარაკა სტალინმა. ეს სტალინის იმ მითებიდან ერთ-ერთია, რომელიც არ ვიცით მითი იყო თუ სიმართლე. ძველი წელთაღრიცხვის 212 წელს რომაელთა ჯარმა ვერაგულად დაიპყრო არქიმედეს სამშობლო, სირაკუზა. ჯარების მიერ სირაკუზას აკლების შემდეგ გამარჯვებულმა სარდალმა მარცელიუსმა ჯარისკაცი გაგზავნა არქიმედესთან და მასთან ხლება უბრძანა. ჯარისკაცი იმ დროს მივიდა, როდესაც არქიმედე თავისი მორიგი თეორემის მტკიცებით იყო გართული და ამიტომ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გაგულისებულმა რომაელმა ჯარისკაცმა დაშნა ჩასცა და მოკლა გენიალური მეცნიერი. ბაირონი გამოირჩეოდა მექალთანეობით. მან შეკრა თმების დიდი კონა თითოეული მისი საყვარელი ქალბატონის ერთი ღერის თმისგან. იაჰუ იშიფრება როგორც Yet another hierarchical officious oracle. ანუ ქართულად კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება. თავად სიტყვა იაჰუ კი ნიშნავს პირუტყვს. ტეხასის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ბოროტმოქმედი ვალდებულია 24 საათით ადრე აცნობოს წერილობით ან სიტყვიერად თავის მომავალ მსხვერპლს თავისი განზრახვის შესახებ. გარდა ამისა, შეტყობინებაში აღწერილი უნდა იყოს დანაშაულის დეტალები. აიგვა? ქართველი საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ფერაძე, საბჭოურ საქართველოდან დევნილი, ვარშავაში იღვწოდა, როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. შუა ბრძოლებში ცეცხლში იგი არ უფრთხოდა ტყვიებს და ქუჩებში მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს უწევდა პირველად დახმარებას. 1942 წლის სექტემბერში იგი დააპატიმრეს გერმანელებმა და იმავე წლის 6 დეკემბერს აღესრულა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის საკანში, სადაც იგი ნებაყოფლობით შევიდა თავისი ყოფილი სტუდენტის, მრავალშვილიანი მამის ნაცვლად. ამის შესახებ პოლონეთის მიტროპოლიტს აცნობა ყოფილმა პატიმარმა და გადასცა მამა გრიგოლის ჯვარი. 2012 წელს ჩინელმა მეფუტკრემ ში პინმა დაამყარა რეკორდი ყველაზე მეტი ფუტკარი ადამიანის სხეულზე და ახლოვებით 300,000 მწერი, მათმა წონამ შეადგინა 33.1 კილოგრამი.
ყველაზე დიდი ხე მსოფლიოში. სეკვოია, ეს ხე ძალიან მოთხოვნადი იყო გასული საუკუნეების მანძილზე. მისი ზომების გათვალისწინებით დიდი მოთხოვნა გაახდათ მასზე. მასალის სიმრავლის გამო, დღეისთვის კი მხოლოდ 25-მდე ეგზემპლარია შემორჩენილი. ფოტო გადაღებულია იოსემიტის ეროვნულ პარკში, 1879 წელი. ადოლფ ჰიტლერის მოგონებებიდან. ადრე ინტერესით ვეკიდებოდი ბიბლიას, მაგრამ მერე მივატოვე. ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა მკითხა, ლოცვებს თუ ამბობ დილით, შუადღისას და საღამოთიო. ამაზე მე ვუპასუხე, არა ბატონო, მე არ მესმის. ღმერთი როგორ დაინტერესდება მეორე კლასის მოსწავლის ლოცვით. მასწავლებელი ჩემს პასუხზე განრისხდა და დამიყვირა და ეგდე შეხვთისგან შეჩვენებულო. ეს რომ დედაჩემმა გაიგო დანანებით მითხრა, ეშმაკის კვალზე ხარ შვილო შემდგარიო. დედის სიტყვა ძალიან ძლიერია. Microsoft-ის სრული შემადგენლობა 1978 წელი. ალფონს გაბრიელ ალ კაპონე იყო ამერიკელი განგსტერი, რომელიც 1920-ან 1930-იან წლებში ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა. ალ კაპონე დაიბადა ნიუ-იორკში, იტალიელ ემიგრანტთა ოჯახში. კაპონე ადრეულ ასაკიდანვე ჩაერთო კრიმინალური ბანდის საქმიანობაში. 1920-იანი წლების დასაწყისში ის გადავიდა ჩიკაგოში, რათა გამოეყენებინა ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობები. მშრალი კანონის დროს არალეგალური ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობის გზით. ამასთანავე ჩართული იყო სხვა სახის კრიმინალურ საქმიანობებშიც. მოხელეთა მოგზა მოასადა პროსტიტუციის ორგანიზებაში. უკანონო საქმიანობის გარდა კაპონე იყო საჯარო ფიგურაც. ის ეხმარებოდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს იმ ფულით, რომელსაც თავისი საქმიანობით შეუძლობდა. ამიტომ ზოგჯერ მას მოიხსენიებდნენ თანამედროვე რობინ ჰუდად. კაპონეს რეპუტაცია მას შემდეგ შეილახა, რაც მონაწილეობა მიიღო წმინდა ვალენტინის დღის ხოცვა-ჟლეტაში, სადაც მოწინააღმდეგე დაჯგუფებების 7 განგსტერის სიკვდილით დასაჯეს. კაპონე გარდაიცვალა 1947 წლის 25 იანვარს, გულის შეტევით. ინდიელი ბელადის ნაზრევიდან. ბევრი სიტყვა არაა საჭირო სიმართლის სათქმელად. გიყვარდეს მშობლიური მიწა. ის შენ არ დაგჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან, ის შვილებისგან გერგო ვალად. ერთი აიღე, უკეთესია ვიდრე 2 მე მოგცემ. მე ნუ მომდევ, შეიძლება ვერ გიწინამძღვრო, ნუ წახვალ ჩემზე წინ, შეიძლება მე ვერ გამოყვე, ვიაროთ ერთად და ჩვენ ერთი მთლიანი ვიქნებით. დაეწაფე სიბრძნეს და არა ცოდნას. ცოდნა წარსულია, სიბრძნე კი მომავალი. ის ვინც ყვება ისტორიას, მართავს ქვეყანას. მოიცა რა? ჯდომარე ხარი, თეთრი ღრუბელი, მე-19 საუკუნე. იმანუელ კანტი საქართველოსა და ქართველების შესახებ. საქართველოს მზეთუნახავთა ორანჟერია გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე. ნაპოლეონის ცოლი, ჟოზეფინა იყო პირველი ქალი, რომელიც ქმარს გაეყარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამოქმედდა კანონი გაყრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი თვითონ ნაპოლეონის მიერ იყო შექმნილი. რუსი ისტორიკოსის ცნობით, ერეკლე მეორის ცხედარს 20,000 ქართველი მიაცილებდა თელავიდან მცხეთამდე, მათ შორის 10,000 ცხენოსანი თავად აზნაური. მაშინ როცა მეფემ 5,000 კაციც კი ვერ შეკრიბა კრწანისის ბრძოლაში. თამბაქო შეიცავს ნიკოტინს. 200 გრამი ნიკოტინი უკვე ადამიანს კლავს. მას სახელი ეწოდა ფრანგი დიპლომატის, ჟან ნიკოს სახელწოდების მიხედვით. 1500 წელს მან პირველად შემოიტანა თამბაქო ევროპაში. შესვენება ლანჩზე. ებრაულ-სლავური წარმოშობის ფოტოგრაფის ჰაინე ლუისის ტრიუმფად ნიუ-იორკის 453 მეტრიანი Empire State Building-ის მშენებლობის ამსახველი კადრები იქცა. ცნობილია, რომ 3000-მდე ევროპელი ემიგრანტი ყოველგვარი სადაზღვევო აღჭურვილობის გარეშე აშენებდა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას. Empire State Building-ის მშენებლობას 410 დღე დასჭირდა. სათამბჯენი 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა და ტყუპით სათამბჯენის აშენებამდე ამერიკაში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსი დაიბრუნა. ოფიციალური სტატისტიკით მშენებლობისას 5 ადამიანი დაიღუპა. ელისაბედ პირველის მბრძანებლობის დროს მამაკაცები, რომლებიც წვერს ატარებდნენ, სპეციალურ ბეგარას იხდიდნენ. ალი სი, მე-3 საუკუნე, ჩინელი პოლიტიკოსი.
მან მოიფიქრა ყველაზე საშინელი სასჯელი ჩინეთში. დამნაშავეებს ჯერ აჭრიდნენ ცხვირს, შემდეგ ხელებს, შემდეგ ხდებოდა მისი დასაჭურისება და ბოლოს მას შუაზე კვეთდნენ. როდესაც ლი სი დაადანაშაულეს ქვეყნის ღალატში, ის დასაჯეს სწორედ მისივე მოფიქრებული სასჯელით. და დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.